სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენ თამნას ყველა სამდელონო მეუფენო მამანო და ძმანო დედანო დანო ჩვენო სულიერო შვილებო გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მართალი იობის ხსენებას. მე მახსენდება მისი უწმინდესობის ერთ-ერთი ქადაგება, სადაც მრევლს მოუწოდა, რომ ხშირად წაიკითხეთ იობის ცხოვრება. და რატომ მოუწოდა? გამომდინარე იქიდან, რომ მართლაც რთული ცხოვრება დაგვიდგა. წმინდა მამათა სწავლებებს თუ გადავხედავთ, ყოველთვის მოგვიწოდებენ თავმდაბლობისკენ და მოგვიწოდებენ მოთმინებისკენ. აი სწორედ ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, რომ ისეთი განსაცდელები ეშვება, რომ რჩეულიც კი შეცდებია. რჩეული ვინა? სასულიერო პირებიც კი. რაში მდგომარეობს შეცდომა? რატო უნდა შევცდეთ? თით უმეტეს სასულიერო პირები. სწორედ იმიტომ ვცდებით, რომ ჩვენ სულიერი მდგომარეობით ვეკუთვნით ან ღმერთს, ან ეშმაკს. სხვა ძალა ამ ქვეყნად არ არსებობს. მესამე ძალა არ არსებობს, არის ან ეშმაკი, მისი მსახურნი, ან არის ღმერთი და მისი მსახურნი. აი ჩვენი ცხოვრების წესით ჩვენ თავს ვისგან ვაკუთვნით? ეშმაკს თუ ღმერთს? რა თქმა უნდა, ადამიანი ცვალებადი არის, ადამიანი მიდრეკილი არის ცოდვისადმი, მაგრამ აი როცა მომენტი გვიდგება სიმშვიდის, სიმყუდროვის, თავმდაბლობის, აი მაშინ უკვე განჯის უნარი ეძლევა, რომ ვინ ვართ ჩვენ. აი თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა იობის ცხოვრებას რომ წაიკითხავთ, როგორც მისი მეგობრები ფიქრობდნენ, იობი ისჯებოდა თავისი ცოდვები და გამომდინარე. არა და მართალი იყო ღვთის წინაშე. მას უფალის ცდიდა. როდესაც უფლის წინაშე წარდგებიან ანგელოზები და მათ შორის ეშმაკიც, სატანა. სად იყავი ეკითხება სატანას უფალი და ხეტიალით დავიღალებო დედამიწაზეო და შენ რომ შეხვდაო იობიო. კიო, მაგრამ თქვენ თუ წაართმევთ თუ მასო იმ სიმდიდრესო და ყველაფერს ვისო დაგბობსო. და დაუშვა უფალმა რომ შეეხე მასო და განსადეო. აქედან ჩვენ რა ვსწავლობთ, რომ უფალი გულთამხილავია, ხოლო ეშმაკი გარეგნობით აფასებს ადამიანებს. და მართლაც დაუშვა ჯერ საქონელი წაერთვა, მერე შვილები დაეხოცა და შვილების ასე გარდაცვალებით ძალიან დამწუხრა, თავი გადაიპარსა. მაგრამ ღვთის საწინააღმდეგო სიტყვები არ წამოწდენია. შიშველი მოვედი და შიშველი წავლა. იყავ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერიდან და უფლისამდე. ესე იგი უფლის სახელი განადიდა მიუხედავად აი ამ დიდი განსაცდელებისა. შემდეგ მისი მეგობრები, სამი მეგობარი მივიდნენ და სულ შეაგონებდნენ, რომ აი შენ ალბათ შეცოდე, სადღაც შეცდომა დაუშვი. და ბოლოს როცა გამართლდება ღვთის წინაშე, მას ისევ 10 შვილი მიეცემა, 3 ასული, 7 ვაჟი, საქონელიც დაუბრუნდება და თითქმის 258 წელი იცოცხლებს. მართლაც თუ გადავხედავთ იობის ცხოვრებას, აი ბევრ რამეს ვისწავლით. უფლისა და იობის საუბარი თუ რასთან დაკავშირებით არის, რომ შენ რა იციო ზღვას რატომ აქვს შემოსაზღვრულიო, რატო 9 თვე იმყოფებაო ბავშვიო ადამიანის მუცელში, რატომ ხდება ესა და ეს მოვლენები. რა თქმა უნდა, ეხლა ყველაფერი მარტო ღმერთმა უწყის და მიხვდება, რომ მართლაც მთელი ჩვენი ცხოვრება უნდა მივანდოთ უფალს. უფალი მეფობს, უფალი განაგებს ყოველივე სამხედროდ. ჩვენგან მხოლოდ საჭირო არის მინდობა უფლისადმი.
ჩვენ თქვი არ უნდა განსაზღვროთ, რომ აი ხვალ ესე იქნება, ზეგი ესე იქნება, აი ჯანმრთელობაზე ძალიან ზრუნავთ, ბაძავთ ერის ადამიანებს ხშირ შემთხვევაში და რა ვიცი, აი ან ექიმზე გვაქვს სასწავლება, ან წამალზე, ან კიდე სხვადასხვა რაღაცეებზე. ამ დროს ჩვენ სასწავლება მხოლოდ უფალზე უნდა გქონდეს. უფლის ხელშია ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ავადმყოფობაც, ყველაფერი. მხოლოდ გულისხმის ყოფა საჭირო, რისთვის უშვებს უფალი აი ამ განსაცდელს. რატო დაუშვი? ესე ჩვენი ჭკურის სასწავლებლად, ჩვენს გამოსაფხიზლებლად. აი ზოგჯერ მიფიქრია, აი როგორ შეიძლება ადამიანმა განსაზღვროს თავისი სულიერი მდგომარეობა. აი ავიღოთ ჭურჭელი, თქვათ ბოთლი და იქ რაღაც წრე შემოარტყა. წრის დაბლა თავდაბლობა, წრის ზემოთ აპარტავნება. აი როცა ჩვენ გვაქვს თავდაბლობა, აი ამ ხაზ ქვემოთ ვიმყოფებით, ჩვენ გვაქვს სწორი განჯის უნარი, ჩვენში მკვიდრობს სული წმინდა. თუ ჩვენ იმ ხაზს ზემოთ ავდივართ, ჩვენი სულიერი მდგომარეობით, ჩვენ ამპარტავანი და ვიცით, რომ ამპარტავანის ძაღლს უფას. ასეთი მდგომარეობით ჩვენ დავინახავთ ჩვენ თავს. ვინ არის ამპარტავანი? ამპარტავანი ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავის თავს მიაწევს. აი მე ეს გავაკეთე, მე ეს ვარ, მე ის ვარ. სულ რო ტრაბახობს. და აი ამ ტრაბახით რომ სიამოვნება აქვს სულსა და გულში. ხოლო თავდაბალი ადამიანი არც განიკითხავს, მას ყველა უყვარს. ყველას მოემსახურება. აი ეს მდგომარეობა უნდა შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ჩვენ ღვთის წინაშე გავმართლებით. აი დღეს არის ბარბარ ავაზაკ ყოფილის ცხოვრება. ეს პიროვნება ავაზაკი იყო მთელი თავისი ცხოვრება. მაგრამ ალბათ უფალმა ჭური რჩეული დაინახა მის სხეულში და ერთხელ როდესაც აი მოპარულს, ნაავაზაკარ, ნაყაჩაღარ ნივთებს უყურებდა, დაეუფლა სინანული და განცდა თვისდაცვებათა. იმდენად რომ მან მიატოვა ეს მონაპარი ნივთები და წავიდა მღვდელთან, სადაც მოინანია, სინანული გამოხატა. და შემდეგ წავიდა ტყეში და იკვებებოდა ბალახები და მცენარეული საკვები ჰქონდა. მთელი ამ 12 წლის განმავლობაში და 12 წლის თავზე მას ეუწყა უფლისაგან, რომ მას მიეტევა ეს შეცვლიება. ესე იგი, ჩვენგან უფალი რას ელოდება? მხოლოდ სინანულს. და როცა ის ხშირ ბალახებში მოძრაობდა, მონადირეება შენიშნეს რაღაცა იყო, ის მოძრაობდა და ისროლეს როგორც მხედს, ნადირს და რომ მივიდნენ დაჭრილი ბარბარი ნახეს, რომელსაც სახე ჰქონდა გამწინვებული, განათებული. და მან უთხრა მოუწოდა მონადირებს, წადითო მღვდელს მოუწოდეთო, რომ დამასაფლავოსო. და მართლაც მოვა მღვდელი, შენდობას წაუკითხავს და იქვე დაკრძალავს იმ ადგილზე. მაგრამ შემდეგში უფალმა ისე განადიდა, რომ მისი საფლავიდან მირონი წამოვიდა. მირონ დინარე გახდა მისი სხეული. ისე რომ აი ეს წმინდათა ცხოვრება ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. ჩვენ ხელი არასოდეს არ უნდა ჩაერთვიოთ, რანაირი ცოდვებიც არ უნდა გქონდეს. არ არსებობს ცოდვა, რომ ღვთის მადლი არ გადაემატოს. არანაირი ცოდვა, გარდა სული წმინდის მოდისა. ისე რომ ჩვენ ყავს ყველანაირი ცოდვის მატარებელი წმინდანი. ოღონდ სინანულით, განცდა თვისა ცოდვათა მდგომარეობით ისინი ღვთის საქმო ცხოვრებით აღასრულეს თავიანთი ცხოვრება. განდიდნენ ღვთის წინაშე. ისე რომ ეს ყველაფერი იმას გვასწავლის, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს საშუალება, რომ მივბაძოთ წმინდანებს, გქონდეს სინანული, რომ განვიცადოთ ჩვენი ცოდვები. და ყოველთვის აი როდესაც ჩვენ ვეცნობით ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებას, ჩვენ მარტო მისი ცხოვრება კი არ უნდა წავიკითხოთ, მისი ცხოვრების მაგალითი უნდა ავიღოთ, მივბაძოთ ამა თუ იმ წმინდანს. მერთმა გაგახაროთ, დღეს ისეთი მდგომარეობა თემ სოფლიოში, არა მარტო საქართველოში, რომ მე სულ მეუბნები ჩემს სულიერ შვილებს,
რევს, რომ ორი რამ მართებს. ჩვენ ახლა დიდი მოღვაწეობით ვეღარ გამოვიჩერით, როგორც ადრეული საუკუნეების მამები, დედები, თავეთი ღვაწლით. ორი რამ დაიმახსოვრეთ. არ განიკითხოთ არავინ, რომ თქვენც არ მოგეკითხოთ და მოთმინებით იცხოვრეთ. მოითმინეთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხდება ისეთი, რომელსაც თუ არ მოუთმიეთ, სამაგიეროს მიიღებ მისგან. ან შენს გამოხვალ მდგომარეობიდან პასუხს გასცემ. ასე რომ ჩვენ მოთმინებად მართებს. მოითმინოთ და არ განვიკითხოთ არავინ. აი ეს ორი რამ დაიმახსოვრეთ, რომ შეასრულოთ აი ამ ქაოსში. როცა კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი აღარ აქვს ადამიანებს, საერთოდ გარჩევის უნარი დაეკარგათ, განჯის უნარი დაკარგეს ადამიანებმა. და განჯისა და გარჩევის უნარი აქვს მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს, ვისიც სულიწმიდა მკვიდრობს. დანარჩენები, რაც ადგას ოქროკასაში, რომ იგივე წარმოქმნდებისო და აი სწორედ ასეთ მდგომარეობაში ძალიან ბევრი ადამიანი თავისი გარეგნული გამოხატულებით შინაგანს გამოხატავს. ქცევით, ლაპარაკით, ურთიერთობით ადამიანებთან. შინაგანის გამოხატულება გარეგან. შიგნით თუ სიმშვიდეა, თუ თანდაბრობით ცხოვრობ, ყოველთვის ეს აისახება სიარულშიც, ურთიერთობაშიც, სიტყვაშიც და ყველაფერში. ასე რომ ვეცადოთ, რომ უფალს მივანდოთ ჩვენი ცხოვრება. თანდაბრობით ვიცხოვროთ, არ განკითხვით და მოთმინებით. ღმერთმა გააძლოცოთ და ღმერთმა გავასწრაფოთ. ჩვენთან არსებობს.